დღეიდან დმანისის რაიონის 7 სოფელს ბუნებრივი აირი ექნება კომპანია SOCAR Georgium სამუშაოების სამთოში დაასრულებს, რის შემდეგაც გაზის გაყვანა 1600-მდე მოსახლეა ეძლება. წელს დასრულდება ბოლნისის კიდევ 5 სოფლის გაზიფიკაცია. სოფლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დღეს ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანია SOCAR Georgium გენერალურმა დირექტორმა დაათვალიერეს. საპრეზიდენტო პროგრამა გაზი ყველა სოფელში ჩვეული რიტმით გრძელდება და გაზიფიცირება სოფლებისა გრძელდება პრაქტიკულად ისე როგორც გასულ წელს ამ წელსაც ყოველ კვირაში რამოდენიმე სოფლის გაზიფიცირება მოხდება. დღეს ჩვენ დმანისის რაიონში ვიმყოფებით, აქ მოხდა გაზიფიცირება სოფელი დიდმანისის, სოფელი თნუსის, ვარდისუბანის, მაშავერასი. ჩვენ პრეზიდენტის პროგრამის რეალიზაციის გზაზე ვართ. ყველა რაიონში ვიყავით და ადგილობრივი პრობლემები შევისწავლეთ. დღეისათვის შემიძლია ვთქვა, რომ $20 მილიონ მეტი ინვესტიციაა ჩადებული და ვიმედოვნებ ეს ციფრი 70 მილიონამდე გაიზრდება. უკვე ვისაუბრეთ ენერგეტიკის მინისტრთან და სამომავლო გეგმებიც განვიხილეთ. გაზის გარეშე აუტანელ პირობებში ვართ. ამ დრომდე შეში ზღუმელით ვსარგებლობთ. ეს რა თქმა უნდა ძვირია და მოუხერხებელიც. დღეიდან გაზი გვაქვს მთელ სოფელს და პრობლემებიც ნაკლებია. ამით ბუნებასაც გაუფრთხილდებით.